კაცობრიობის ისტორია ხშირად აღიქმება როგორც პროგრესის გზა, თუმცა ამ გზაზე ჩვენმა წინაპრებმა არაერთი ისეთი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც გონებისთვის წარმოუდგენელ სისასტიკეს ეფუძნებოდა. წამება უძველეს სამყაროში არ იყო მხოლოდ სასჯელი, ეს იყო პოლიტიკური იარაღი, საჯარო სანახაობა და მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანის სხეულიდან მაქსიმალური ტკივილის გამოწურვა სიკვდილამდე. დღეს ჩვენ ჩავიხედავთ ისტორიის ყველაზე ბნელ კუთხეებში და განვიხილავთ 5 მეთოდს, რომლებმაც წამება ხელოვნებად აქცია. ჩვენი სია იწყება სიცილიაში, ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში. ათენელმა მჭედელმა პერილაოსმა ტირან ფალარის შესთავაზა მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ სიკვდილს კი არ თესდა, არამედ მას მუსიკად აქცევდა. ეს იყო სპილენძისგან ჩამოსხმული ღრუ ხარი, რომლის შიგნითაც მსხვერპლს ათავსებდნენ. ხარის მუწლის ქვეშ დანთებული ცეცხლი ლითონს გავარვარებამდე ახურებდა. როდესაც მსხვერპლი შიგნით პანიკურ კოშმარში იწოდა, მისი ყვირილი ხარის ცხვირში დამონტაჟებული სპეციალური მილების სისტემის გავლით გარეთ გამოდიოდა. ძველი პარსეთიდან მოდის მეთოდი, რომელიც ფიზიკურ ტკივილზე მეტად ბიოლოგიურ დაშლას ეფუძნებოდა. სკაფიზმი, ანუ ნავები, იყო სიკვდილით დასჯის ფორმა, რომელიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. მსხვერპლს ათავსებდნენ ორ ვიწრო ნავს შორის ისე, რომ მხოლოდ თავი და კიდურები დარჩენილოდა გარეთ. მას აიძულებდნენ დიდი რაოდენობით რძისა და თაფლის მიღებას, რაც იწვევდა მწვავე დიარეას. ეს ტკბილი ნაზავი მსხვერპლის სახეზეც ისმებოდა, რათა მწერების მთელი გუნდები მოეზიდა. დახურულ ნავებში დაგროვილი ექსკრემენტები და თაფლი ხდებოდა იდეალური გარემო მატლებისა და პარაზიტებისთვის, რომლებიც ადამიანის ხორცს შიგნიდან ჭამდნენ. მსხვერპლი გონზე რჩებოდა მანამ, სანამ მისი შინაგანი ორგანოები ლპობას არ დაიწყებდა. ხშირად ჯალათები სპეციალურად კვებავდნენ ადამიანს ყოველ დღე, რათა მისი სიკვდილის პროცესი მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინათ. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ვარიაციით გამოყენებული რკინისკამი იყო ფსიქოლოგიური ტერორისა და ფიზიკური ტანჯვის კომბინაცია. ეს იყო მასიური ლითონის სავარძელი, რომელიც დაფარული იყო ათასობით ბასრი წვეთით. როდესაც მსხვერპლს სკამზე მჭიდროდ აბამდნენ, წვეტები ნელ-ნელა შედიოდა რბილ ქსოვილებში, თუმცა სასიცოცხლო ორგანოებს არ აზიანებდა. ინკვიზიციის დროს ამ სკამს ხშირად იყენებდნენ კითხვების დასასმელად, რადგან ადამიანის სხეული ყოველ წუთს უფრო მეტად მძიმდებოდა და წვეტებიც უფრო ღრმად აღწევდა კუნთებში. ტკივილის გასაძლიერებლად სკამის ქვეშ ნახშირს ანდებდნენ, რაც ლითონს აცხელებდა და ჭრილობებს მაშინვე წვავდა. მსხვერპლი საათობით უყურებდა საკუთარ კანს, რომელიც ნელ-ნელა დნებოდა გავარვარებულ წვეტებზე. ამ მეთოდის შემდეგ ცოცხლად გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ინფექციებისა და ნერვული სისტემის შოკის გამო. საჭიმავი, ძვლების მსხრევა. საჭიმავი, ანუ the wreck, იყო მექანიკური საოცრება, რომელიც ადამიანის ანატომიას მისსავე წინააღმდეგ იღენებდა. მსხვერპლი ხის ჩარჩოზე ხელებითა და ფეხებით იყო დაბმული. ჯალათის სახელური სტრიალით ნელ-ნელა ჭიმავდა თოკებს. პროცესი იწყებოდა სახსრების დაჭიმვით, რასაც მოყვებოდა ხრტილების მსხვრევის ხმა. ყოველ ჯერზე, როცა ბორბალი ერთი კბილით გადატრიალდებოდა, თოკები კიდევ უფრო მეტი ძალით ეკაჩებოდა კიდურებს საპირისპირო მხარეს. მსხვერპლი გრძნობდა, როგორ შორდებოდა მისი მხრები და თეძოები ბუდეებს, სანამ კუნთები საბოლოოდ არ დაიხეოდა. ზოგიერთ შემთხვევაში სხეული იმდენად იწელებოდა, რომ შინაგანი ორგანოებიც კი ზიანდებოდა და სკდებოდა. ეს მოწყობილობა შექმნილი იყო იმისთვის, რომ ადამიანი ყველაფერს აღიარებდა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს აუტანელი დაჭიმულობა შეწყვეტილიყო. ჯვარცმა. რომაულ სამყაროში ჯვარცმა იყო ყველაზე სამარცხვინო და მტანჯველი სიკვდილი, რაც კი არსებობდა. ადამიანი კვდებოდა არა ჭრილობებისგან, არამედ ნელი და მტანჯველი ასფიქსიისგან. მკლავების გაჭიმული პოზიცია გულმკერდს კეტავდა, რაც სუნთქვას თითქმის შეუძლებელს ხდიდა. იმისთვის, რომ ჰაერი ჩაეყლაპა, დასჯილს მთელი სიმძიმით უნდა დაწოლილიყო ლურსმებზე, რომლებიც მის ფეხებში იყო გაღრილი. ყოველი ასეთი მცდელობა იწვევდა გაუსაძლის ტკივილს და სხეულის სრულ გამოფიტვას. მცხუნვარე მზე, გაუწყლოება და მწერები ამ პროცესს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა, რომელიც ზოგჯერ 3 დღემდე გრძელდებოდა. რომაელები ჯვარცმას გზების გასწვრივ იყენებდნენ, რათა გამლელებს დაენახათ რა ელოდა მათ, ვინც იმპერიის წინააღმდეგ წავიდოდა. ეს ისტორიები გვახსენებს, რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, როდესაც საქმე სხვისი ტანჯვის ხარჯზე ძალაუფლების დემონსტრირებას ეხება.
დღეს ეს მეთოდები მხოლოდ ბნელ მოგონებებად რჩება, თუმცა ისინი ჩვენი საერთო ისტორიის ნაწილია. რომელი მათგანი მოგეჩვენათ ყველაზე სასტიკად? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში და გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ სხვა ისტორიული მიმოხილვები.